სამართლის კოდექსის 359 მოგთქათვას დოკუმენტების ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საქართველოს პარლამენტის დროებითსა გამოცდის კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას, მოცემაში არ შევალა მტკიცებულებების, თუმცა მცირე დოზით შევეხები მათ. საქმის მასალებში გამოკითხულია ნინო ჭიპაშვილი, რომელმაც გამოკითხვის დაადასტურა, რომ პირადად ჰქონდა საწელოხანო მიმოწერა ნიკა ნორმელიასთან 2020 ერთი ორი ერთი ორი სამი ერთი ორი ერთი ორი. კარგი. კარგად მესმის.
არა, უნდა გავაგრძელოთ ჩართვის მერე პერეგონის სრული მასალა და სტრიმი გვინდა. დიახლაშა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ნიკა მელიას შეუფარდა 50,000 ლარიანი გირაო. ნიკა მელიას და მისი ადვოკატის მთავარი არგუმენტი დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე იყო ის გარემოება, რომ მათი მტკიცებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია არის ანტიკონსტიტუციური, როგორც ნიკა მელია და მისი ადვოკატი უთითებდნენ. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ნახევარი წევრების შემადგენლობით უნდა იყვნენ ოპოზიციონერები და მათი შეფასებით ოპოზიციონერი დეპუტატები არ არიან ამ კომისიაში, შესაბამისად თვლიან, რომ ანტიკონსტიტუციურია ეს კომისია. ნიკა მელია პროკურორისგან და მოსამართლე ლელა მარიდაშვილისგან ითხოვდა დაესახელებინა კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც არიან აღნიშნული კომისიის წევრები, თუმცა პროკურორმა არ დაასახელა და მოსამართლემ ნიკა მელიას მოუწოდა, რომ დღეს სასამართლოს ხდომაზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობის საკითხს არ იხილავდნენ და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია, ამაზეც დააფიქსირა პოზიცია დაცვის მხარემ, როგორც ადვოკატმა განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა, მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის არანაირი საფრთხე არ არსებობს. ნიკა მელიას გირაო ჰქონდა შეფარდებული ისეთ საქმეზე, რომელიც 9 წლიან პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა არ დაურღვევია ეს პირობები. საპირისპიროდ მიიჩნევდა პროკურორი, რომ ახალი დანაშაულის ჩადენა ნიკა მელიას მხრიდან პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაა და პროკურორის შეფასებით ამით დაირღვა გირაოს პირობა. რაც შეეხება მიმალვის საფრთხედ, პროკურორისგან განსხვავებით დაცვის მხარე ფიქრობდა, რომ მიმალვის საფრთხე არ არსებობს, თუმცა როგორც უკვე გითხარით, პროკურორის არგუმენტები გაითვალისწინა მოსამართლემ და გირაო შეუფარდა. Otstać schram maíz czajnyś, no ho?
წინა სასამართლოს ხდომა 29 მაისს ჩაინიშნა. მე შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნისადმი შეუსრულებლობის მუხლით, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და გირაოს სწორედ ამ საქმეზე შეეფარდა საგამოძიებო კომისიამ ნიკა მელია, როგორც წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით, ასევე უკვე ხელისუფლების შეცვლის შემდგომ პერიოდში გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებითაც შეკითხვების დასასმელად გამოკითხვაზე დაიბარა და ნიკა მელია არ გამოცხადდა.
სასამართლო გაარკვევს გადასტეშუა მხარეებმა დადგენილ ბოდეში გადაეცა დაცვის მხარეს წარმოქმნილი მტკიცებულებები, რაც ასევე წარმოქმნილია საქმის მასალებში. აქედან მოგახსენებთ შემდგომლობას წარმოგიდგენს სასამართლოს კოდექსის 359 მოგთქათვასებული ქმედების ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას, მოცემაში არ შევალა მტკიცებულებების, თუმცა მცირე დოზის შევეხები მათ. საქმის მასალებში გამოკითხულია ნინო ჭიპაშვილი, რომელმაც გამოკითხვის დაადასტურა, რომ პირადად ჰქონდა სატელეფონო მიმოწერა ნიკა ნორმელიასთან 2025 წლის 2 აპრილს, რის მიხედვითაც მან შეატყობინა ნიკა ნორმელიას დროებით საგამოძიებო კომისიის ხდომაზე გამოძახების თაობაზე, რომელიც ეხებოდა ახსნა დამატების მიცემას ამავე წერილში, რომელსაც ხელსაწერს თია წულუკიანი, ეს დოკუმენტიც მას გაეგზავნა, ასევე სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით და ამავე დოკუმენტით განემარტა ვალდებულს, რომ ამ კომისიის ხდომაზე გამოუცხადებლობა და კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაულს და გამოიწვევდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მის პასუხის მიღებას. ამავდროულად სისხლის სამართლის საქმის მასალებში მოიპოვება ასევე ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული სიუჟეტების და ასევე მისი ბრალდებულის Facebook გვერდის დათვალიერების ოქმები, რომლის მიხედვითაც თქმდება, რომ იგი საქმის კურსშია დროებით საგამოძიებო კომისიას დაბარების თაობაზე, რაც ადასტურებს მისი პოსტით განთავსებული Facebook-ზე. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს, რომ იგი გამიზნულად, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი იყო სამართლებრივი შედეგებიც, ცნობილი იყო დრო, თარიღი, როდის იყო დაბარებული, რა საკითხზე იყო დაბარებული, არ გამოცხადდა აღნიშნული საგამოძიებო კომისიის ხდომაზე და ეს იყო მისი მხრიდან გამიზნული ქმედები. შესაბამისად, ფაქტობრივი საფუძველი მოცემულ შემთხვევაში ნიკა ნორმელიას მიმართ დაკვეთის ხონისძიების გამოყენების ბუნებრივია არსებობს. რაც შეეხება ფორმალურ საკითხებს, ამ შემთხვევაში ორი საფუძველი გვაქვს და ორ საფრთხეზე გავამახვილებ ყურადღებას, ეს იქნება პირველი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე და ასევე მეორე მიმავლის საფრთხე. ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე ვისაუბრებთ თავდაპირველად, ვინაიდან მომეტებული რისკი არსებობს იმისა, რომ ბრალდებული გააგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას. აღნიშნულის დასასაბუთებლად ყურადღებას გავამახვილებ ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების ხასიათზე, სპეციფიკაზე, მის მიერ ქმედების გამოვლენის შემდგომ ქცევაზეც, მის მიერ ჩადენილია მმართველობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიხატა უმოქმედობაში, მისი ქმედება იყო უმოქმედობა გამოუცხადებლობა ბუნებრივია და აღნიშნული ქმედება იყო სრულად გამიზნულად და განსწრაფ განხორციელებული. მეორე საკითხი, რომელიც ამ შემთხვევაში ასაბუთებს ნიკა ნორმელიას მხრიდან დანაშაულების საქმიანობის გაგრძელების საფრთხეს, ეს არის მისი პიროვნული მახასიათებლები. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ მას წარსულში არაერთხელ ჰქონია კონფლიქტი კანონთან, მის მიმართ ამჟამადაც იხილება სისხლის სამართლის საქმე საქალაქო სასამართლოში, გარდა ამისა, რაც საქმეზე უკვე გამდგარია განაჩენი. ამავდროულად იგი იმყოფება მოქმედი გირაოს პირობების ქვეშ და ბუნებრივია, რომ აღნიშნული გირაოს დარღვევაც ამ შემთხვევაში სწორედ რომ მის პიროვნულ მახასიათებლებს უსვამს ხაზს და აქედან გამომდინარე წარმოადგენს მის შემდგომ ქცევაზეც და ბუნებრივია აღნიშნული რომ იყოს აღკვეთილი და მის სათანადო ქცევა უზრუნველყოფილი იქნეს როგორც გამოძიების ეტაპზე, ის სასამართლოში უნდა იქნას სათანადო აპოტესხმის გამოყენებული. შესაბამისად ამ საფრთხების გათვალისწინებით ახალი დანაშაულის საფრთხე ბუნებრივია არსებობს, როგორც მისი მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათიდან სპეციფიკიდან გამომდინარე, განხორციელებული ქმედების შემდგომ მის ქცევაზე და ასევე მის წარსული პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, რაც წარსულში აქვს მოხდება მას თუნდაც სასამართლოს გულით. რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს. მოცემულ შემთხვევაში მიმავლესთან დაკავშირებით მცირე განმარტებას გავაკეთებ, რომ მასთან როდესაც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები იბარებდნენ საგამოძიებო ორგანოში, ეს ხდებოდა 2025 წლის 15 აპრილიდან. გამომძიებას ჰქონდა არაერთი ზარი განხორციელებული მასთან, ამავდროულად ჰქონდა ტექსტური შეტყობინებები გაგზავნილი, პერიოდულად ყოველდღიურ რეჟიმში ხდებოდა მის საცხოვრებელ მისამართებზე, როგორც თავად ფაქტობრივ მისამართზე, ასევე დედის მისამართზე გამოცხადება, ასევე ოფისში გამოცხადება უწყების ჩაბარების მიზნით და საქმის მასალებში მოიპოვება არაერთი უქმი გამომძიების მიერ შედგენილი, როდესაც ინფორმირება ხდებოდა როგორც მისი ოჯახის წევრების, ასევე პარტიის თანამშრომლების
მის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებით დაბარებასთან დაკავშირებით გამოკითხვის მიზნით, თუმცა არც ერთ შემთხვევაში ნიკა ნორმელია არ გამოსულა კონტაქტზე საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებთან. არც მაშინ, როდესაც 2025 წლის 24 აპრილს მას ჩაბარდა უწყება, არც მაშინ მოგზაურდა საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის მიზნით და ბუნებრივია ეს ყველაფერი ახასიათებს მის შემდგომ ქცევას და ქმნის ვარაუდს იმისას, რომ მომავალშიც გაჭირდება მისთან დაკონტაქტება, ბუნებრივია ეს ყველაფერი კი შეუჩლის ხაზს მართლმსაჯულების განხორციელებაში. გარდა ამისა, აღნიშნული ქმედება, რაც ბრალად ედება ბრალდებულ ნიკა ნორმელიას, სასჯელის სახით და ზომად ითვალისწინებს ერთმანეთს თავისუფლების აღკვეთასაც, ბუნებრივია ილუსტრირებული ვართ და ვიცით, რომ თავისუფლების აღკვეთა ყველაზე მკაცრი სასჯელის სახეა და ეს თავისუფლების აღკვეთის შიში ბუნებრივია შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი გარემოებაც, რომ მომავალში იგი მიიმალოს მით უფრო, როდესაც მან იცის, რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელია და საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც ვარაუდს უქმნის იმისას, რომ ის მიერ შესაძლებელია გამომწვანებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთაც იყოს გამოყენებული. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე ეს ორი საფრთხე ბრალდების არის მიიჩნია, რომ არის დასაბუთებული და ამ ორი საფრთხის აღმოფხვრა უნდა მოხდეს კონკრეტული აღკვეთის ღონისძიებით. ამ შემთხვევაში ბრალდების გარემ მიიჩნევს, რომ მის საკანტო ქცევა უზრუნველყოფილი იქნება გირაოს 50,000 ლარის ოდენობით გამოყენების შემთხვევაში, როდესაც გირაოზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში სწორი გარემოებაზე ვამახვილებ ყურადღებას, პირველი აღნიშნულ გირაოს და გირაოს თანხის ოდენობას უნდა ჰქონდეს ამ შემთხვევაში გირაოს თანხის ოდენობას უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ფაქტორი, რამაც უნდა უზრუნველყოს ბრალდებული საკანონმდებლო ქცევა და მეორე აღნიშნული გირაოს თანხის ოდენობის უზრუნველყოფა მასზე შეეძლოს, რაც ბუნებრივია ამ შემთხვევაში საქმის წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მისი ქონებრივი მდგომარეობა უზრუნველყოფს ამ გირაოს თანხის ოდენობის გადახდეს. შესაბამისად, აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ბრალდებულისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღწერილი შიში არ აღმოჩნდა შემაკავებელი ფაქტორი, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახე, ამ შემთხვევაში გირაო 50,000 ლარის ოდენობით, სხვა ნაკლებით კაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობებში ვერ იქნება უზრუნველყოფილი აღკვეთის ღონისძიების მიზნები და შესაბამისად შუამდგომლობის სასამართლოს წინაშე ბრალდებულ ნიკა ნორმელიას განისაზღვროს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 50,000 ლარის ოდენობით გადახდის ვადად კი დაუდგინდეს 30 დღე. მოვისმინეთ ჩვენ პროკურატურის შუამდგომლობა და აბსოლუტურად მიგოჩნევთ, რომ არის დაუსაბუთებელი თქვენის ნებართვით მე ჯერ დავიწყებ ფაქტობრივ გარემოებზე საუბარს, მოიხსენებათ იმისთვის, რომ ბრალდებულთან მიმართებაში სასამართლო იმსჯელოს კონკრეტული სახის აღკვეთის ღონისძიების შეხვედრებასთან მიმართებით, ჯერ ერთ-ერთი მთავარი უნდა იყოს საქმეში სავარაუდო სტანდარტის დასაბუთებული ვარაუდო სტანდარტის მტკიცებულებები, რომ მან ჩაიდინა გარკვეული სავარაუდო სახის დანაშაული, ან ფაქტობრივ მხარესაც გულისხმობ. ყველაფერზე ისაუბრა ჩემმა კოლეგამ, პროკურატურის წარმომადგენელმა, როდესაც ფაქტობრივ გარემოებზე საუბრობდა, თუ რაში მდგომარეობდა ის, რომ სავარაუდოდ ნიკამ ჩაიდინა დანაშაული, ყველაფერზე ისაუბრა გარკვეული, ასე ვთქვათ, მოთხოვნის შეუსრულებლობას. ჯერ დავიწყოთ ბატონო მოსამართლე იქიდან, რომ საწყისშივე პარლამენტი არ არის, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაცია არ აქვს მიცემული, ამაზე არ საუბრობ კონკრეტულად საგამოძიებო კომისიის შექმნის ანტიკონსტიტუციური ფაქტორები. ეს ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი ეს არის, რომ დროებით საგამოძიებო კომისიის შემადგენლობისგან ზოგადად ნორმალურ ვითარებაში საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ეს არის ოპოზიციის. თქმა უნდა, დღევანდელ ხელისუფლებაში და დღევანდელ ყოფაში ყველაფერი გამრუდებულია ამ ქვეყანაში და სამწუხაროდ საგამოძიებო კომისია გადაქცეული არის. მოდამეჯგარიმოს მინიმუმ. მანდატურების რაოდენობა გაიზარდოს ოთახში. ბატონო? მარტივია. ეს ხალხონები თქვენს მათ შორის მიუხედავად იმისა, რომ აქ ვართ, ეს განაცხადი რომ მეგობრებო, რომ მიუხედავად ჩვენი პოზიციისა, მართალი პოზიციისა, როდესაც ის შეთქმულები გამოცხადეთ, ხელრიგი ფაქტორების გათვალისწინებით, ფლობენ და ფაქტობრივ ძალაუფლებას, მაგრამ ეს არ არის სამართლიანი ძალაუფლება და არ ნიშნავს, რომ ჩვენ გეთანხმებით რაიმეში, თუმცა აბსოლუტურად წარმოუდგენელ თაყვანობაზე
დაგვიძახეს მეც და ჩემი მეგობრებიც, სანამ ჩემი ეგრეთწოდებული სასამართლო პროცესია ჩემ თავზე გეტყვით, მე მინიმუმ ბავშვობაში მასწავლეს, რომ უცხო ადამიანების დაძახილზე არ უნდა იგარო. უმეტეს გაუკვებელი ადამიანების და დღემდე არ მესმის რა თავყრილობა იმართება ჩიტაძესა და რუსთაველის კვეთაზე შენობაში არალეგიტიმური თავყრილობა, სადაც მაგალითად გამოცინათ ერთი მაგიდის თავზე თავში უბრალოდ სტრულკიანი იჯდა და მეორე მაგიდის ბოლოში იჯდა ასევე თავში როგორც გენებუთისა გახარია და ერთმანეთს ეკამათებოდნენ გირა უნდა გადამეხადა ვარ გადამეხადა უნდა დავეჭირე თუ არ დავეჭირე და ნუ ამ თავყრილობაში ბუნებრივია რომ მოაწილეობას მე არ მივიღებდი აბსოლუტურად არაკანონიერი შეკრება იყო გიორგი მახსენა თუ რატო მეტიც ახლა არ ვცნობ ამ ქალბატონებს და მის ხელმძღვანელებს რომ ლეგიტიმურ ხელისუფლების წარმომადგენლებს თუმცა აღიარებთ და ეს არის ძიმე მოცემულობა და ამის შეცვლის ზუსტად რომ ფაქტობრივი ძალაუფლება მათ ხელთ აქვთ და ვცდილობთ რაჩერებას რაფად იმიტაციული ძალაუფლება ხელიდან გამოგვიჯოთ და ხალხს დაუბრუნდეს მე ვფიქრობ ეს ხალხი არც სიმართლეს არც სამართალს არც მარსაჯულებას არ ემსახურება შესაბამისად ამ ჩემი პოზიცია წლებია ცნობილია მეტი რა უნდა გითხრათ ეხლა რაც შეიძლება არ ვიბარებ დიახ წარიბარებ და უბრალოდ არც ერთი ჩემი ოჯახის წევრი და პარტიის წევრი და მეგობარი ჩემივე თხოვნით მათ შეეძლოთ ჩემი პირადი ნახვა ყოველ მესამე დღეს მაინც რუსთაველის გამზირზე ვარ და იქ ჯერჯერობით კი და დღეებში არ გამოჩენილა და რუსთაველის განსაცემად და ოჯახში იყვნენ ეუში ხუნჯერ მისულები პარტიის ოფისებში შეეძლოთ მოსულიყვნენ რუსთაველის გამზირზე რომელიმე დღეს მაინც ოდესაც ვნახეს გამოვიდა იმისა რომ არ ვცნობ ამ ადამიანებს ეხლა ამ ქვეყანაში არაფორმალური ბანკფორმირებები სამწუხაროდ წარსულში ყოფილა მართვის ადავლებთან ისეთი როგორც არის მაგალითად ხედრივი მახსენდება და რასაც აძმოვებით რომ ბევრი საქართველოს მაშინდელი მოქალაქე ნების წინააღმდეგაც თუმცა ღირსების შენარჩუნებით რაღაც ანგარიშუცებდა მომავალ საკუთარ ოჯახის წევრებს და გუნდის წევრებს და ბიზნესსა და ამოცანებს ვისაც ჩვენ ვიუძვით და ის რომ დღეს ვარ აქ და ვარ აქ არნიშნავს რომ გეთანხმებით მით უფრო აი დღეს სანამ მოვდიოდი მანქანაში რომ ეს თქვენ და ვერც ეს კაბოტონები პერსონალურად არ ვერჩი უბრალოდ არიან უწყების თანამშრომლები რომლებიც მხოლოდ ანგარიშვალდებულნი არიან ხელმძღვანელობასთან რომლებიც თავისუფლად ჟურნალისტთან არიან და ვინც არის მათი სანქციონირებული გენპროკურორი არა და ფიცი აქვს დადებული წინას გამოკითხვა რო იყო ჩემი მოსამართლემ კითხა ოფცია შემოთავაზა რელიგიური ფიცი უნდა მემერჩინა დამედო თუ არა რელიგიური მე ავიჩია არა რელიგიური თუმცა ძალიან გულწრფელად კითხა თქვენთვის ვაპირებდი იგივე კითხვის დასვას უბრალოდ როგორც ჩანს ეს პროცედურა არ არის გათვალისწინებული ამ ეტაპზე მე კი დავიფიცე მაგრამ იგივე თხოვნით მიმართე მოსამართლეს რომ დადებული ებროს ფიცის შესაბამისად ემოქმედა მაქვს ახლა ხო დასაბუთებული ვარაუდი რომ თქვენთვის თავარი ფიცი აქ ყოველ შემთხვევაში ვინც არის იმიტომ რომ აქ ვინც ვარ ნახევარზე მეტი პრაქტიკულად წლების განმავლობაში ამ ტალანებში დავდივარ და ყველა მოსამართლეს პერსონალურად ვიცნობ ხო ახლა თქვენთვის თავარი ასე ვთქვათ ორიენტირი არის პერსონალურად თქვენთვისაც ხო ბატონ რუსიძე და იმისთვის ივანიშვილი და ასე შემდეგ ხო სიხალბია თავისთავად როდესაც თქვენ და თქვენი კოლეგები მე ვთხოვთ და ჩვენს მეგობრებს ვისაც გვიწევს დრო და დრო თქვენთან აქ მოსვლა რომ დავიფიცოთ ან რელიგიური ფიცით ან არარელიგიური ფიცით ამიტომ არ ვიცი ხა ამ 50000 ლარიან გირაოსთან დაკავშირებით მე რა შეიძლება გითხრათ უკანონოა უსამართლოა და არც ვიღებ ამ უსამართლობას არც მე და არც მეგობრები კიდევ ერთხელ ამბობ ეს თქვენ ძალიან კარგად იცოდეთ თუმცა ეხლა დავინტერესდი თქვენი პერსონით რა მართლა ასე აღიცნობთ და საფრთხეებით და ერთ-ერთი მოსამართლე ბრძანდებით ვინც მოასწარეთ და ძალიან რეზონანსული საქმეები განიხილეთ უსამართლოდ როგორც გაიყო და ვისაც ვკითხე არავინ დადებით და გახასიათეთ აბსოლუტურად აბსოლუტურად ხო და არა თქვენი იცით
მე ბევრი არ მინდა ვისაუბრო ვინაიდან ახლა დრო ისედაც შეზღუდული გვაქვს რომელიც ყველაზე ძვირფასია ჩვენ ცხოვრებაში უბრალოდ მინდოდა ოდენამ მაინც რამე მეთქვა თქვენთვის ის არ სასურველი თავი რომ საერთოდ არაფერი არ მეთქვა აცილებასთან დაკავშირებით რა აფიქსირდა სამწუხაროდ უკანონოა დასაგებია თუმცა სულუკია კომისია თავიდან ბოლომდე უკანონო ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით როგორც მოქალაქე როგორც რუსეთის თანამშრომელმა უცხოეთის თანამშრომელმა რა თქმა უნდა ეს არ იცით როგორც იმ მასაჟულების ასე ვთქვათ ელექტრონული მასაჟულების წარმომადგენელმა რომელთა რა ვიცი კოლეგებმა წლების წინ დღეს ეს აქტუალური გახდა ხუთმა მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოსი სხდომა გააჩინა რომ არ ჩატარებულიყო ის კონკრეტული სასამართლოს სხდომა და ერთ-ერთი მოსამართლე ძაღლს ასე იმედა ხო გახსოვთ რომ 1607 წელი იყო და მის უახლოეს მეგობარი დღეს იუსტიციის სამინისტროს მოადგილედ დაინიშნა ხალხობის ბატონო ხო ყოფილი თავმჯდომარე ტურა ხო ეს მასაჟულება არის კაი ჩემზე უკეთიცით ხო ჩემზე წინვალედ მოგიხსენება თუ შენ არ ემსახურებით სიმართლეს არც სამართლიანობას არც ღირსებას ემსახურებით არა მე გნახეთ ჩემი საკუთარი თვალებით რესტორანში როგორ შედიოდით საკეითოდ მაშინ როცა დაკავებულების მშობლები და ოჯახის წევრები გარეთ იყვნენ და საპროტესტო ლენტა გააკრეს და თავს ხვიდით და ისე შედიოდით რესტორან ბაბილოში არწმუნებულობას არ სიამოვნებთ ბატონო არა რა თული და აბსოლუტურად არის რელევანტური ამ ეტაპზე ამ თემაზე საუბარი. ამიტომ განხილვის გაზრდით თქვენი საუბრეთ ავტორის კომისიების შეფარდებასთან დაკავშირებით, იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ამ სხდომაზე განხილება არ შეგზღუდავთ არანაირად არც დროში არც სხვაგან. მაგრამ ის რომ თქვენ ოდესღაც სადრა მოხდა ის ოდესღაც სადრა მოხდა და დაკავშირებულია თქვენ საქმეებთან. მაშინ ერთხელ შეიძლება გამომართებელი განაჩენი გამოვიდა, ერთხელ შეიძლება ამ თვეების განმავლობაში ან მომდევნო წლის განმავლობაში შეიძლება რომ თქვენ და რომელიმე კოლეგამ არ დააკმაყოფილოს ეგრეთ წოდებული პროკურატურის შეუძლებლობა. ერთხელ შეიძლება. ჩემი მოთხოვნა კი არ არის სურვილია რომ ასე საქართველოში ცხოვრობდეთ მომავალში და ამისთვის ვიუძვით ყველანი. მოთხოვნა არ არის. ამისთვის ვიუძვით. ეთახმება ადვოკატს და არ შეგვიძლია არანაირი ჩვენი პოზიციები გაიზიაროთ ხშირად ეს რა ჩვენი დიახ ბატონო მისამართი რეპლიკა მექნება დაცვის პოზიციასთან დაკავშირებით პირველ რიგში შევეხები იმასით დაიწყო მოგახსენებთ რომ 2025 წლის 5 თებერვლის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია ხოლო საქართველოს პარლამენტის პროცედურას საკითხდა ბატონო ჩვენი კოლეგა ის ამ ჩვენ იმდენად ხშირი პრობლემა თქვენ რაღაცა მოსამართლე ორდერი არ არის საქმის წარმოდგენილი, აქ დოკუმენტების გაცვლა, ინფორმაციის მიწოდება, მე მგონი ხდება აღნიშნული პროცესის ფარგლებს. იმდენად შინაური ჩვენ თავისუფლებას ვაძლევ მოგები არა ფორმალური მართველია. ჩვენ ფორმალური მართველია. საკალანდებლო ბაზარობა და მივაჭრე რა. კონტექსტი როდის გავიღიმოთ შეიძლება ჩვენს დაკლიენტ დარწმუნებული ვარ ეს ემოცია. შემიძლია გავაგრძელო? კი ბატონო, კომისიის
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის 2025 წლის 7 ფებრუარის ნომერ 16 სხდომის ყოფნის თანახმად განისაზღვრა კონკრეტულად საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით ამავდროულად ამით არის განსაზღვრული. წევრთა რაოდენობა არის 10 ამ შემთხვევაში ასევე მათთვის ძალიან კარგად არის ცნობილი პირათა ვინაობა ვინც არიან ამ კომისიაში და ვინც არ არიან ამ შემთხვევაში წარმოადგენლები. ამიტომ ამ საკითხს მეტად არ შევაკრები. ეს არ არის დღეს ამ პროცესზე განსახილველი საკითხი. დღეს იხილება ბრალდებულის ბრალეულობის ბრალდებიდან გამომდინარე ის საფრთხეები, რაც შეიძლება მისგან მომდინარეობდეს და რის გამოც აუცილებელია რომ ბრალდებულის მიმართ იქნას გამოყენებული აფხოთის ღონისძიება. ფაქტობრივ საფუძველზე საკმაოდ ბევრი ვისაუბრე და ფაქტი ერთია, იცოდა მან რომ იყო დაბარებული საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, იცოდა ის სამართლებრივი შედეგებიც, რა შედეგი შეიძლება მოყოლოდა მის გამოუცხადებლობას იმისთვის, ვისაც იქ იყო დაბარებული და არ გამოცხადდა, ესეც ფაქტია. დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა კი წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებულ ქმედებას. ამავდროულად საქართველოს კონსტიტუციის 52 მუხლის მესამე პუნქტიც გათვალისწინებულია, რომ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შესრულება არის სავალდებულო. ფაქტი ერთია, სავალდებულო ქმედება მან არ განახორციელა. ეს არის ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ესეც დღეს ბრალდება ედავება ბრალდებულს. რაც შეეხება საფრთხეებს, ამაზე ვფიქრობ, რომ საკმაოდ არგუმენტირებულად მოგახსენეთ წეგანკო რა საფრთხეები მომდინარეობდა და ეს არ არის ჰიპოთეტური საფრთხეები, როგორც ამას დაცვის მხარე უწოდებს. პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობ, რომ ბრალდებული არის გირაოს ქვეშ, მან ერთხელ უკვე აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც ის გირაოს შემიშევებდა, სასამართლოს გადაწყვეტილება უბულება იყო. სწორედ ამ ქმედებით, ისევ იმ განზრახი ქმედებით და გამიზნულად ჩადენილი დანაშაული ჩაიდინა, ხო? აქედან გამომდინარე, ეს უკვე ჰიპოთეტიკი არ არის, ეს არის უკვე ფაქტი, რომ მან დაარღვია გირაოს პირობები ერთხელ უკვე. ეს უკვე საფრთხე კი არ არის, ეს არის უკვე ფაქტი, როდესაც მან უკვე ერთხელ უკვე სასამართლოს გადაწყვეტილება, სასამართლოს მეტაცებული შესრულება დაარღვია და დღეს ის წარმოდგენილია ბრალდებულის სახით, ისევ განზრახ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. აქედან გამომდინარე, ბატონო მოსამართლე, ან მოუწოდეთ დარბაზს, რომ იყოს სიჩუმე, ასეთ პირობებში არ შეიძლება იმართებოდეს სხდომა. კომენტარები და ასე შემდეგ არის საკმაოდ და მსგავსი გამონათქვამი ყოველ ჩემს სიტყვაზე ისმის უკიდან ბატონო მოსამართლე საკმაოდ არასასიამოვნო თუ არ შეუძლია თავის შეკავება შეუძლია გარეთ დაელოდო პროცესის მიმდინარეობას. მე არ გავიგია, თუმცა გაფრთხილებას გაძლევს, ზოგადად ვაკეთებ გაფრთხილებას დამსწრე პირების მიმართ, რომ ანალოგიური გამეორების შემთხვევაში დატოვებთ ვისი განმეორების? ხელოვნურად იმაშობი, საკითხად გაბავ სიტუაცია. არავით არის თავდაპირველი არ ყავდა ზოგადი გაფრთხილება კიდევ არ გამეორია. ვისამთიერეთ ასე. გავიგე, მაგრამ არავის არაფერი არ უწევს. ზოგადი ხა შეიძლება ხო და ტყუილად ზაბავთ ახლა სიტუაციას რა. არაფერს არ ძა. როგორ არ ძა? გაფრთხილებას მაგრამ ვამბობთ ზოგადად არ ვიცი რომელმა და რა გამოიძახა, არ მოიძახა უჩვენებოდა მე ვერ გავიგე. კი ბატონო, საფრთხეებთან მიმართებით ეს უკვე ფაქტია, რომ მან განზრახ განახორციელა ის ქმედება, რომელიც ამ შემთხვევაში არ უნდა განახორციელებინა ზუსტად გირაოს პირობებთან გამომდინარე. ეს არის აფხოთის ღონისძიება, აფხოთის ღონისძიებამ უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის სათანადო მათ შორის მისი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედება უნდა აღკვეთოს და ფაქტია, რომ წინა გამოყენებულმა გირამ ვერ უზრუნველყო ამ შემთხვევაში
მის სათანადო ქცევა, იგი კვლავ ახალ დანაშაულის ჩადენის ფაქტზეა ბრალდებული დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე და აქედან გამომდინარე ეს უკვე დასაბუთებულ ვარაუდს ქმნის მის შემდგომ ქცევაზეც და მომავალში როგორც ახალ დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე, ისე მიმართვის საფრთხეზეც ქმნის. მიმართვის საფრთხესთან მიმართებითაც ვისაუბრე, რომ გამოძიებისათვის იყო სრულად ხელმიუწვდომელი ნიკანორმელიასთან დაკავშირება 10 დღის განმავლობაში არაერთხელ მოხდა იყო მცდელობა, რომ იგი გამოცხადებულიყო საგამოძიებო ორგანოში დაკითხვის მიზნით, თუმცა იგი მან სრულად უგულებელყო, როგორც გამომძიებლის ზარი, ასევე შეტყობინება, ასევე უწყებები, რომელიც მას ბარდებოდა და მათ შორის მაშინაც კი, როდესაც მას ჩაბარდა ეს უწყება, არც მაშინ არ გამოცხადა შემდგომ დღეს საგამოძიებო ორგანოში. კი ბატონო, მისი უფლებაა, რომ საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის მიზნით არ გამოცხადეს, თუმცა პოზიცია უნდა დააფიქსიროს, ამის შემდგომ ხდება სასამართლოში დაკითხვა და არც უცხო არ არის და თქვენც მონაწილეობდით ბატონო გიორგი მის დაკითხვაში სასამართლო პროცესში. თუმცა ეს გარემოება, რომ მასთან დაკავშირება შეუძლებელი იყო, ბუნებრივია შემდგომში ქმნის საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისას, რომ კვლავ არ გამოცხადდება, კვლავ მასთან შეუძლებელი იქნება დაკავშირება და ბუნებრივია, რომ შემდგომში მსგავსი ქმედებები მიმართვის საფრთხეს ასახავს. და მიმალვა არ გულისხმობს მხოლოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლას, ასევე შეიძლება მის სასამართლოში არ გამოცხადებაც, რაც შეიძლება აქედან გამომდინარე ბუნებრივი რეალურია, საბოლოო ჯამში ხელშეუხლის მართლმსაჯულების განხორციელებას. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ საფრთხეებზე სრულად არგუმენტირებულად გვაქვს ჩამოყალიბებული და წარმოდგენილი თქვენს წინაშე შუამდგომლობა და მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს კიდევ 50,000 ლარის კოდები. შეიძლება კითხვა ბატონო მოსამართლე. ფაქტობრივ გარემოებთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო წარმოგვიდგინა, ესე იგი, აღნიშნული საგამოძიებო კომისიის შექმნის დებულება ახსენა და ამ დებულებით განსაზღვრულია ვინ არიანო და 5 წევრი ესე არის და 5 წევრი. თუ შეიძლება ვინაიდან ჩვენი ერთ-ერთი თავადი ასე ვთქვათ არგუმენტია, რომ ეს საგამოძიებო კომისია არის კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ შექმნილი, თუ შეგვიძლია დაგვისახელეთ ამ კომისიის 5 წევრი, რომელიც არის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. თუ შეიძლება ბატონო არის ამიტომაც არ იხილება ამ კომისიის ლეგიტიმურობის საფრთხეს სასამართლოში. ანუ კითხვა ამისილეთ? თუ თქვენ ფიქრობთ, ანუ თქვენ ფიქრობთ ერთი წუთი. თუ თქვენ ფიქრობთ, არ არის ლეგიტიმური. თქვენი პოზიცია, თქვენ არ არასდროს დააფიქსირეთ. ბატონო ნორმას და თქვენს, ხო? ბატონო მოსამართლე. სხვა რა თქვა პროკურორმა? რა თქვა? მოვისმინეთ, მე გონდა სდომის ოფქია. ეს 5 ადამიანის გმარეთ, თქვენთვის რატომ არის საინტერესო? იმიტომ რომ თავარი აქ საფუძველი, ბრალდების საფუძველი არის, რომ რამდენად ლეგიტიმურია და კონსტიტუციის შესაბამისად არის შექმნილი კომისია. ბატონო მოსამართლე, თუ ეხლა ჩვენ რო შევიკრიბოთ და დავიბაროთ, იქ ჩაითვლება ლეგიტიმური მოთხოვნა. ლეგიტიმაციის საკითხს ვიგილა ამ კომისიის ნახვა, ეს და არალეგიტიმურად შემიძლია. ბატონო მოსამართლე, რას უკავშირდება? ფაქტობრივ გარემოებით. ბატონო მოსამართლე, ანუ ამიცილეთ შეკითხვა თქვენ თვითო? თვითონ არ დაუყენებია პროტესტი და თქვენ ამიცილეთ შეკითხვა? ანუ ჩაერიეთ ბატონო მოსამართლე, ეხლა არის შეჯიბრებითობის პრინციპი და ანუ მოსამართლე. პირველად მესმის სისხლის სამართლის პროცესში, როდესაც ხარი არ აყენებს პროტესტს და მოსამართლე იკავებს პროკურორის პოზიციას, ესე პირდაპირ არ ჭირდებათ დახმარება რა, გასწორებ პასუხს თუ შეიძლება. რა თქინდათ ეხლა არ დაუყენებია პროტესტს და თვითონ ამისილეთ შეკითხვა. ბატონო მოსამართლე, არ გაგცემთ პასუხს და იქიდან გამომდინარე არ გაგცემთ პასუხს, რომ თითოეულ სახელმწიფო საქმის მასალებში მითითებულია, ეს მასალები თქვენ გადმოცემული გაქვთ და შეგიძლიათ გაიცნოთ, წაიკითხოთ და შემდგომ იკითხოთ. აქ საგამოცდო დარბაზი არ არის, რომ აქ კითხვები დასვათ იმ 5 წევრის სახელი და გვარი დაასახელეთ და ასე შემდეგ, რომელიც არც ერთს არ დაგისახელებთ დღეს მე ამ სხდომაზე, არ ვიხილავ საპარლამენტში შექმნილი დროების საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაციის საკითხს, არც პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხს, განიხილება თქვენი ბრალდების საქმე და იხილება თქვენი ქმედება, რომელიც ამ შემთხვევაში გამოვლენეთ უმოქმედობით, ხო? აქედან გამომდინარე თქვენს ქმედებას რაც ეხება, მე ამაზე საკმარისზე მეტი ვისაუბრე, იმაზეც გაგეთით პასუხი, რაზეც საერთოდ არ უნდა გამეცა მე თქვენთვის პასუხი.
და გარდა ამისა, ის პროცესი, რასაც დღეს ემსახურება, ეს თქვენი აქ ყოფნა არის აფხაზეთის ღონისძიების განსაზღვრის სხდომა. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი არსებობს, არ ვთქვათ ძალიან ცოტა ესეთი, როგორც მეთქი გესაუბრეთ, კოლეგიალურად ვსაუბრობ, მეც ანალოგიურად და მე მგონი ეს არ იყო შეცდომაში შეყვანა, როგორც დარბაზის სასამართლოს. საერთოდ არ ვთქვათ. გარდა ამისა, დღეს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტზე ვსაუბრობთ, როდესაც საუბარია ბრალდებულის მიერ შესაძლო ქმედების განხორციელებაზე, ისევ და ისევ ვიმეორებ დასაბუთებულ ვარაუდის სტანდარტს. ამ სტანდარტით მის მიერ ჩადენილია ქმედება 359 შემოქმედ გათვალისწინებული დანაშაული და აქედან გამომდინარე საფრთხეებიც არსებობს და ეს საფრთხეები დასაბუთებულია. დღეს იხილება თქვენს მიმართ აფხაზეთის ღონისძიების განსაზღვრის სხდომა. განცხადებას გავაკეთებ, ბატონო მოსამართლე, მე შემიძლია განცხადება გავაკეთებ ბატონო მოსამართლე, განცხადებას გავაკეთებ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ. წარმოუდგენელი მიდგომაა, როდესაც ბრალი ედება ნიკამელიას, რომ საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმური მოთხოვნის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით და როდესაც კითხვა ისმება, რამდენად კანონიერია ეს საგამოძიებო ორგანო, რამდენად არის ლეგიტიმური მისი მოთხოვნა, ამასთან დაკავშირებით პროკურორი უარს აცხადებს პასუხის გაცემაზე და თქვენ პროკურორის პროტესტის მიუხედავად ერევით მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპში წარმოადგენთ უკვე მხარეს და ცდილობთ ააცილოთ პასუხი პროკურორს. ეს განცხადების დონეზე. შემდეგ შეკითხო თუ შეიძლება. შეიძლება? შემდეგ შეკითხო. ბატონო პროკურორი, როდესაც ახლა კიდევ ერთხელ აღნიშნეთ, რომ მიმალვის საფრთხე არ გულისხმობს, რომ მხოლოდ თუ საზღვარგარეთ გასვლას. ერთი ასე ვთქვათ დამისახელეთ შემთხვევა ამდენი საქმეები გაქვთ გამოთხოვილი სხვადასხვა ორგანოებიდან, სხვადასხვა საქმეებიდან, რომ ნიკამელიამ როდესმე დაიბარეს კანონით ევალებოდა და არ გამოცხადდა. წარმოდგენილი საქმეში უწყებები, რომელიც უთითებს, რომ დაბარებული იყო არაერთხელ საგამოძიებო ორგანოში და არც ერთხელ არ უშუალოდ ის ცნობილი იყო? უნდა ყოფილიყო და იქნებოდა. უნდა ყოფილიყო პოზიცია, სახეში, როდესაც ხდება მასზე შეტყობინება 15 აპრილს, არაერთი სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად. ბატონ ნიკანორ მელიას თანამშრომლობაში ბრალდებულთან, ასევე მის ბინაში ხდება, მისი მეუღლე იბარებს უწყებას, მის ოფისში ხდება სამჯერ მიტანა უწყების. რომელიმაზე საუბრობთ რა? ჩაბარებულად თვლიდით, თელეშვილის განმავლობაში აკეთებდით ეს იდეიგებს მაშინ. პირველად თუ ჩააბარეთ ოჯახი იწევს, მეორე რამოდენიმე თქვენი პოზიცია გასაგები გახდა, რომ არაპირებდით და არ გამოცხადდებოდით, როდესაც 24 აპრილს ჩაიბარეთ თქვენი უწყება, მაშინ განაცხადეთ, რომ არ გამოცხადდებოდით. არ გამოცხადდებოდით საგამოძიებო ორგანოში, მას შემდგომ უკვე შუამდგომლობით მიმართული იქნა უკვე სასამართლოს. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს თუ შეიძლება. საგამოძიებო იმედიც მიტოვებ, რომ ამ კითხვაზე პასუხი იარსებობს და გავიმეორებ. კონსტიტუციის თანახმად, ხო, ითქვა დღესაც და წინა დღეებშიც. სავალდებულო მოთხოვნა, ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ნახევარი შემადგენლობა იყოს ოპოზიციური პარტიების ფრაქციების მიერ დაკომპლექტებული. კითხვა არის ძალიან ლოგიკური, ერთი დეპუტატი, რომელიც წარმოადგენს ოპოზიციურ პარტიას, ხომ შეიძლება გავიგოთ თქვენს აი ამ არაჩვეულებრივ დარბაზში. ვითომ თვითონ თქვენს პროკურორების მიერ, ხო? 50000 ლარი უნდა გადაგიხადოთ. რაში? არც მეუბნებით ვინ არის ის ოპოზიციონერი, არ არსებობს ასეთი ოპოზიციონერი. ეს დაახლოებით იმ სტანდარტის მსჯელობაა, აქ მიკრო ავტობუსებში ნაწამები ადამიანები რომ მოხავდათ აქციები და მათ შორის თქვენთან. და იმ ეპიზოდზე კითხვასაც უარსვამდით. ვინ გაწამა და ვინ მომტეხა ჩვენი და ხმა და ასე შემდეგ და მხოლოდ იმ პოლიციას ეგრეთ წოდებულს უსმენდით, ვინც მოწმის სახით იყო მოყვანილი. იქაც დაახლოებით დარწმუნებული ვარ, იგივეს ეთყოდით, შეაწყვეტინებდით ნაწამები ადამიანის უფლებების დამცველს და ეთყოდით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მაშინ არ იყო მსჯელობა. რომ ხალხი ნაწამები იყო ეგრეთ წოდებულ მარშრუტკებში და ის იმან არ დაგაინტერესათ, ხო, როგორც დედა მაინც, როგორც არის კალმა, როგორც ანუ დედა, მამიდა, რომ ვინ გაწამა შვილოთ 18 წლის ადამიანი როხარ. და მე არ მიკვირს, ეხლა რაღაცას არ უყვის, რომ ის არ გაინტერესებს და ქებით არაწვევით, ბაბათით, ჟარგონით პროკურორებს, რომ დაასახელონ ის ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომლებმაც ფორმირება მოახდინეს საგამოძიებო ერთობლივი კომისიის. აქედან გამომდინარე, ну, არალეგიტიმურიც და არალეგიტიმურიც, რა, თქვა გიორგი.
ასეთივე წარმატებით ჩვენ შეგვიძლია დაგიბაროთ დღეს თქვენ თბილისი სიტიმორთან საღამოთებეს ნახევარზე ჩვენ შეიძლება გადავდგათ ეს ნაბიჯი, მაგრამ თქვენ ხომ არ მოხვალთ და მართალიც იქნებით, იმიტომ რომ არ იქნება ჩვენი მოთხოვნა კანონიერი, თუმცა სამართლიანი იქნება ნამდვილად. ჩვენი მოთხოვნა. ხო, კითხვა და პასუხი თუ შეიძლება ერთხელ, ხალხო, წარმავალე თანამდებობა, მოსამართლეობა, იმუნიტეტი, ფული, სიმდიდრე არის წარმავალი ღირებულებები. გრადი ღირებულება არის? ხო რა არის გრადი ღირებულება? რაღაცა სიმართლე, სწორხარეს ყოფნა, ხო გავა. აი ხლა რომ შემოდიოდი აქ ედვარდ შევარდნაძის დროინგერი დღეს ადვოკატოს და არაჩვეულებრივი ადამიანია. საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. აი 2002 წელს. დღეს ადვოკატია. აღარ იქნებით მოსამართლე, ალბათონო, სადღაცა შევხვდებით ერთმანეთს. სახასიათო სახე გაქვთ, გიცნობთ აუცილებლად, თქვენც მიცნობთ. ქელებში შევხვდებით ერთმანეთს, 40-ზე შევხვდებით სადღაცა ვიღაცა კორტელში, თვალებში ხომ უნდა შევხედოთ ერთმანეთს, აღარ იქნებით მოსამართლე. აღარ იქნება მუსლიმურუსით და არ სხვები და სხვები. ხო შეიძლება წინ გაიხედოთ მომავლის გადმოსახედიდან ასევე დაინახოთ დღევანდელი რეალობა და გავბედოთ სიამაყეა რომ მურუსიდეს გაუტრაგეთ. თქვენ ემოციებისთვის, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, აი ხლა საგამოიცით ამიდა, თუ შეიძლება სხვა საკითხად დაგვიშლებით, ეს კორექტულები ამ ადამიანებსაც არ გაუმართლა, ისე რომ ბევრს არ გაუმართლა, რომ მოუწია ამ რეჟიმის პირობებში მუშაობა. დაამთავროს უნდა გამოკითხვაზე რომ ვიყავ პროკურატურაში, არაჩვეულებრივი გოგო იყოს 6 წლის კითხია 4 წლის 5 წლის დაამთავრებია უნივერსიტეტი ჯავახიშვილის სახელობის, ხო? რა სადღაც რომ დაეწყო იურისტის დიპლომით მუშაობა და აღმოჩნდა ამ ხალხთან ერთად, ხო? მაგრამ დაიმის ეს. უბრალოდ შეგიძლიათ თქვენ გამოსაცდელი ვარდით, ხომ არა ხართ? არ მაინტერესებს. გამოსაცდელი ვარდით. მაშინ პრობლემა გიქნება, რა თქმა უნდა. არაფერი კითხვა, ხელათან გარკვეში. კითხვა დასვა თავიდან პრობლემა. მაინტერესებს, ძალიან ლეგიტიმური. არ ვიცი ეს იწერება, არ იწერება საზოგადოება ამას გაიგე. მე წაგებ ნიკა აგვარამია და კიდე ბევრი ადამიანია, ვინც იყო და მოვა მომავალში და რა ვიცი, ბრალის აღუდგინეთ, აკვეთი ღონისძიების სახე შეუფარდეთ, ამ ეტაპზე გირაოს ტიპის სახის, თვითონ ჩვენ არ გამოცხადდით სადღაც. ჩვენი თავარი არგუმენტი, მე არაფერი არ გვაქვს, ეს არის სიმართლე ძალიან ფასო ხედავს. ჩვენი საზრით. მაგრამ კონტრარგუმენტი ხო შეიძლება მოусმინოთ. ჩვენ გეუბნებით და ვამტკიცებთ. იქ სადაც დაგვიძამეთ კონსტიტუცია, ჩავიხედეთ შიგნით. იქ ეწერა, რომ ნახევარი უნდა იყოს მინიმუმ თანაც ოპოზიციონერი. მე წავიკითხეთ იქ არსებული წევრების საკრები და გვარები. არც ერთი არ იყო ოპოზიციონერი. გადავწყვეტ, რომ ის კომისია არის არალეგიტიმური, იყო არალეგიტიმური და უკანონო და ანტიკონსტიტუციური და არ მივედი და არსებობი დადის. ბატონი გახარია მივიდა, კი ბატონო. მაგრამ ჩვენ სამართლიანად მეკამათება ქალბატონი 1 და ქალბატონი 2 და გვეუბნება, რომ იქ არიან ოპოზიციონერი დეპუტატები და ვითხოვთ 5-დან 1 დაასახელოს. მადლობა. დაუსვა, რომელი არის ოპოზიციონერი ბრალდების გადმოსახედიდან. ბრალდების გადმოსახედიდან საქმის მოსარებში ფაქტია და ანუ ვერ ასახელებ. არა, არ ვასახელებ და პრინციპულად არ დავასახელებ. იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო ხტომა საქმის მასალები არ ვიცი. არც არის აუცილებელი იცოდეს. ძალიან მარტივი კორექტული კითხვაა რა. ძალიან კორექტული. მე წლების წინ საჯარო ხტომა და საქმის მასალებში რა არის? აქ მისთვის ხდება. საქმის მასალებს ხო არ წავიკითხავთ ყველა. ხართ ჩვეულებრივი
არა, გაბატონო, გეტყვი თუ შეიძლება. ერთხელ მე ვიტყვი. საჯარო შრომაზე დაასწრა შეუძლება ინფორმაცია მიიღოს. აბა ისთვის მე პირადად პრაქტიკაში შეიძლება ვიტყვი მე ვარ ერთი სამართლის საქმის ფარგლებში ერთ-ერთი ბრალდებული, მაგრამ იყო 36 იგუნე ვიყავით და პარტიაში ვისწრებდით და ყველანი ბრალდებულები ვართ ჯერჯერობით. ამაზე გულის ტკივილი დავნიშნე რომ ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს ის ბერკეტი რომ ამ თქვენს არა კანონიერ ძალაუფლებას ძალიან ეფექტურად შევეწინააღმდეგოთ ისე რომ ჩამოდარქვათ და ხალხს დაუბრუნოთ. ყველა ბრალდებულები ვართ, მაგრამ ყოველი მესამე ბრალდებული მიკაფოსა სადმიჟდები რა მნიშვნელობა აქვს? არაფერი განცხადება. კითხვა არის ძალიან ლეგიტიმური განცხადება არა. ეს მთელი დღე ხვალას ამაზე ვისაუბროთ, ზეგაც, მაზეგაც, ხო? რატომ უნდა მოგცეთ ეს შესაძლებლობა თუ თქვენ მართალი ბრძანდებით, თქვენს შორის, რომ აი ეს აზრი გავავითაროთ და შეცდომაში შევიყავთ საზოგადოება. თუ კი რომელიმე ერთი დეპუტატი წარმოადგენს ოპოზიციურ ფრაქციას, გითხარით და ჩვენც მივიღებთ ამ პასუხს. გაბატონო პროკურორებო. ბატონო მოსამართლე და ასევე მემართავ დაცვის მხარეს. ეხლა ისეთ ჭრილს განვიხილავთ, რომელიც არის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე განსახილველი საკითხი. დღეს არ განიხილება არც პარლამენტის ლეგიტიმაცია, არც დროებით საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაცია. ფაქტობრივ მხარეზე ვსაუბრობ და ფაქტობრივ მხარესთან მიმართებით დაგის ბრალს რაც ეხება, მე იმაზე საკმაოდ მკაფიოდ და ვცლად ვისაუბრე, მტკიცებულებები საკმაოდ მკაფიოდ და ვცლად ჩამოვთვალე. თქვენ განიხილავთ ისეთ საკითხს, რომელიც ამ შემთხვევაში დღეს არ განიხილება და არსებითი განხილვის ეტაპზე შეგიძლიათ ეს საკითხი დააყენოთ, განიხილოთ, დაასაბუთოთ და თქვენი პოზიციაც დაადასტუროთ შემდგომში თუ გექნება წარმოდგენილი მტკიცებულება. არაჩვეულებრივი ნიჭიერი კაცი აქ გვიაქვს სამსახური ოფისი ბიზნესი, ხო? კი არა, ვერ ჩუმრობდე. გელა ბარკალაევრო დამიბაროს მე. რო არ მივიდი. გელა ბარკალაევრო. ვიქნები გამაშავე თუ არა, თან ხო? არა, სუპრება ისე როგორც მე არ ამას სუპრება ის დავიბარო. არა, გაბატონო, თქვენ ვისი მოსამართლე ხართ? თქვენ აი ვარ ორი მხარე. ვარ აი ეს ძალიან სიმპათიური ხალხი, წელი დარბაზი. ამაზი მართალი გასთავარია და მეორე მხარეს ასევე არაჩვეულებრივი გარეგნობის ადამიანები, მაგრამ ძალიან არამართალი პოზიციის გამტარებლები. ხო, ჩვენ კამათობთ. თქვენ როგორც მოსამართლე არ გაინტერესებს. შეგიძლიათ აი ეს ორი მოპაექნები ხარე დააშოშმინოთ თქვენს მიერ ნათქვამით. რომელიც უნდა იყოს სიმართლე. ერთი დეპუტატი პირდაპირ ბრალის ფორმულირებას ეხება, ბატონო, ჩვენ ხوار მოვიგონეთ. ეს ვინაიდან არის საგამოძიებო კომისია? რა ნებავს? არ დაუმთავრებია. არ დაუმთავრებია. ბატონო მოსამართლე, საერთოდ ხოდა ვცდილობ თქვენს წინაშე წარმოვაჩინოთ ჩვენი პოზიციის მართებულობა, რომ აღნიშნული კომისია არის კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგო. როდესაც ბრალს ხვდებს პროკურატურა და ჩვენ ვეუბნებით მტკიცებულებითი თვალსაზრისით, იმიტომ რომ ყველა არის ქართული ოცნების წევრები. ერთი დეპუტატის გვარი დაგვისახლეთ კომისიაში, რომელიც არის ოპოზიციონერი. თუ გვედავით, რომ ეს არის საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმური მოთხოვნის დარღვევა და ორჯერ გვეუბნება პროკურორი, ჯერ თქვენის დახმარებით თავიდან უნდა დაცილება, მერე ორჯერ გაქვს პასუხი, რომ განგებ არ გაქცევთ პასუხსო და ეს რა მასალები ხომ გაგვგადმა რა სწორია საკითხს კი. არა, გამოცემული თუ არა? არა, მაგას არაფერი თქვენ ერთადერთი უნდა მიიღოთ ხედველობაში, რომ იმდენად უხერხულ მდგომარეობაშია საქართველოს პროკურატურა, რომ ერთი დეპუტატის გვარს ვერ ასახელებს, რომ ეს არის ოპოზიციონერი, იმდენად უხერხული მდგომარეობაა. იმიტომ რომ ესენი არიან ყველანი ქართული ოცნების წევრები, ქართული ოცნების სიით მოხვედრილი დეპუტატები, რომელიც მერე გაყო ივანიშვილმა და თქვა, დაარტყა შეხარ ვითომ ოპოზიციონერი და ეხლა უნდა ითამაშოთ საგამოძიებო კომისიობანა, ეს არის თემა და შექმნეს სანახაობა იმ მძიმე ვითარებიდან გადასატანად ყურადღებით, რომელიც ქვეყანაშია და ეხლა მიკა მელიას ბრალს დებდა 50,000 სთხოვენ გირაუსახით გადახტას, რაღაცა ჰიპოთეტურ საფრთხეზე საუბრობენ, რომ აი ამ მოგონილ
ანტიკონსტიტუციურ და არალეგიტიმურ კომისიაში არ გამოცხადა. აი ეს არის და რაშვაშიო რო ამბობთ, ეს კითხვა, ეს არის პირდაპირ ბრალდების ფორმულირება. ასევე არ ვეთანხმებით პროკურორს ბატონო მოსამართლე, რომ ესო არ შეეხება დღევანდელ საქმეში. როგორ არ შეეხება? თქვენ იმჯერეთ დღეს აფხოთის ღონისძიება ნიკას შეუფარდოთ თუ არა? იქ მთავარი საკითხი ბრალის, ეგრე რომ დავწეროთ ნებისმიერი ბრალი შეიძლება ადამიანს წაუყენოთ. ბრალის ფაქტობრივი მხარე არ არსებობს. აი ამას მიაქციეთ ყურადღებას. No, აერდანად უხერხულებად ერთი გვარი დასაქმებია. თქვენი ხონდა როგორც მოსამართლეს, ნორმისეთ ქვეყანაში გვინდა თქვენს დარწმუნებული ვარ. ყველა ხელშილებს, მეზობლებს, ატესტებს. სიჩხილია რა მართლაც ნახევარ საათი 50-30 გირაოდი. მოსამართლისგან მოვისმინოთ. ჩვენ ვართ ერთომოს შეყვანილები თუ პროკურატურის წარმომადგენლები ეწოდება. აი რომ მოშენილია თქვა, აი დაიწყო და ძალიან კონსტიტუცია კიდე თქვა ხო არ არის დაწერილი ბატონო მოსამართლე. იმიტომ წერია კონსტიტუცია. თქვენი აზრი მაინტერესებს, გამოდიებო. თქვენ რო გამოვიდათ გადაწყვეტილებას აფხოთის ღონისძიებას, იქ იქნება თქვენი აზრი. ის თქვენი არ მინდა. თქვენ არ გისვათ კითხვას. თქვენ კი არ გისვათ. მინდა რომ მიიღოთ ხედველობაში. არგუმენტი გასაგებია. და დღეს რელევანტურია ეს კითხვაც, კი ბატონო. კი ბატონო. არ შეიძლება მარიამ აზარასწრებს. რა ვიცი პროკურატურას რა საძიებელი. 29 მაისი 12 საათი. ჩვენი სულეთია, ჩვენ ინტერესად ვიყავ ერთმანეთში როგორ გავყოლოთ, სად რომ ეს სასამართლოში გვიბარებენ და სად ადმინისტრაციულში და სად ფიზიკში და ეს ფაქტობრივად გადაიქცა თითოეულ ჩვენთაგანის ყოველდღიური ცხოვრების წესად. საქართველოს მოქალაქეები კიდე ცხოვრებაში ვარ მინახე ხალხი ყოველდღე სასამართლოს დარბაზებში ხვდება ისეთი ადამიანები. თეატრის ბილეთები შოია. ბატონო? მაისი